დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში იმართება წინა საახალწლო ღონისძიება. როგორც ხედავთ, კარგი საზეიმო განწყობა არის. მე მინდა, როგორც ჩემს მარნეულელებს, ასევე სულიად საქართველოს მინდა მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი, უსურო ყველა ოჯახს მშვიდობა, კეთილდღეობა და ეს წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის სიკეთის, ბედნიერების და სიხარულის მომტანი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით იმართება საახალწლო ღონისძიებები. მათ შორს დღეს ჩატარდება მარნეულის მუნიციპალიტეტში. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას. დღეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მარნეულში საახალწლო ღონისძიება იმართება ლამაზი დეკორაციებით, კარგი განწყობით მიმდინარეობს დღევანდელი ღონისძიება. მე მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მთავრობას დღევანდელი ღონისძიებისთვის და წინასწარ ვულოცავ საქართველოს დამდეგ შობა ახალ წელს, ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას თითოეულ ოჯახს და ჩვენს სახელმწიფოს. ამჟამად მაქვს ხელნაკეთი ნივთები ეპოქსიდიდან. ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, რაზედაც მათ დიდ მადლობას უხდი. ვიღებ ხოლმე მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში, გამოფენებზე. გილოცავთ ახალ წელს, ულოცავთ მთელს საქართველოს, მშვიდობა ყოფილიყოს და დაწნარებულიყოს ჩვენი ქვეყანა. მე ძალიან მიხარია, რომ მარნეულში ასეთი ღონისძიებები ტარდება. ყველას გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერი და წარმატებულები ყოფილიყავით. მე ძალიან მიხარია ახალი წელი რომ არის და ძალიან მომწონს მარნეულში ასეთი განათებები და ახალ წელს გილოცავთ ყველას.